ეს ტომარაძეების სახლია, რაჭის სოფელ ჯოისუბანში. სახლი უკვე მრავალი წლისაა და ისტორიასაც უხვად ინახავს. როგორც ჩანს, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრებისთვის, რადგან სწორედ ეს ადგილი და მასში გატარებული ბედნიერი წუთები გახდა თია ტომარაძის შთაგონების წყარო. უზომოდ მიყვარს რაჭა და რა თქმა უნდა ის ჩემი სახლი, სადაც ბავშვობა მაქვს გატარებული და აი ამ სახლის და ადგილის სიყვარულიდან გამომდინარე, მაინც და მაინც უნდა გამეკეთებინა ეს. პირველი ნამუშევარი იყო, რომელიც მამას გაუკეთეს საჩუქრად, იმიტომ რომ დაბადების დღე ქონდა და რაღაც არაბანალური და ორიგინალური საჩუქარი მინდოდა, რაც გაახარებდა ძალიან და გამოიწვევდა მასში დიდ ემოციას. სპონტანურად აი ესე დავჯექი, რაც მომეპოვებოდა სახლში საცდელად დავიწყე ამ სახლის კეთება და სიმართლე გითხრათ, გამაოცა მე თვითონ იმ შედეგმა, რაც გამომივიდა და რაც ყველაზე მთავარია, თვითონ კეთების პროცესი იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო, არ ველოდი იმ შედეგს, რაც მივიღე და ემოციებზე უკვე რაც მან გამოიწვია, როდესაც ნახა მამამ ეს სახლი, მაგაზე აღარ ვისაუბრებ. გარდა იმისა, რომ თვითონ კეთების პროცესია სასიამოვნო და ჩემთვის საინტერესო, ყველაზე უფრო დიდი ემოცია მოაქვს იმ სიხარულის ხილვას, რაცაც ადამიანებში იწვევს შენი ნამუშევრის ნახვა. და აი მამის ამ ემოციამ აი სრული ბედნიერება მომანიჭა მე თვითონ და მივხვდი, რომ ეს სწორი არჩევანი გავაკეთე. ყველა შვილისთვის მშობელი განსაკუთრებულია, ყველა შვილს უყვარს მამაც, დედაც. ვერ ვიტყვი რომ მეჩვენება, მაგრამ მართლა განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს მამასთან. აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია და ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ მინდოდა რომ განსაკუთრებულად გამეხარებინა. ამ სახლში დავიბადე, გავიზარდე და ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეები და წლები აქ გატარებული. თითეული ქვა, თითეული პატარა ჭხირის ნატეხიც კი ვიცი სად არის და როგორ არის და სიზმარშიც კი იქფრიალებ ყოველთვის. როდესაც სახლში შევედი და იქ რაჭული მუსიკა იყო ჩართული და ჩაბნელებული, მარტო ისანათებდა და რომ დავინახე, ესე იგი ჯერ მეთქი რა ხდება. რაღაცას კი ველოდი ხა დაბადების დღეზე, მაგრამ ვერ წარმოვიდგენ თუ ეს ჩემ დაბადების დღესთან იყო ეს დაკავშირებული. მე როდესაც თანდათან ის გავაცნობიერე რა ხდება ეს რომ დავინახე ეს კიბეები, ეს ეღელი. მაშინ ვიფიქრე რომ ეს ნამდვილად ჩემი სახლია მეთქი და რო განათდა მე აუწერელი სიხარული და მიდგას ეს ჩემს საძენებელო თაღში მიდგას და დილით როცა ავდგები ხოლმე შევხედავ თითქოს იქავარ. ეს არის ჩემთვის უდიდესი სტიმული და სიხარული. როგორც თიამ გაგვიმხილა, რაჭის სახლის დიორამა მისი პირველი ნამუშევარია. თუმცა პროცესი იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ ამ ხელსაქმის გაგრძელება გადაწყვიტა. და რადგან ახალი წლის დღესასწაული მას განსაკუთრებულად უყვარს, საახალწლოდ ნაძვები და თოვლით მორთული სახლების დამზადება შეუდგა. საახალწლო სახლებს რაც შეეხება, პირველ რიგში ვცდილობდი გაკეთების პროცესში, რომ დამიცვა პროპორციები. მინდოდა ყოფილიყო მაქსიმალურად რეალურთან მიახლოებული ფიგურებიც, თვითონ დეკორაციაც და აქედან გამომდინარე, რაღაცა ჩემი ფანტაზიით შევქმენი ეს დეკორაციები, ნაძვები არის ძირითადად, პატარა ფიგურები ადამიანების, თოვლის ბაბუა ახალი წლის გარეშე და საჩუქრების გარეშე არ არსებობს და ასე რომ ეს დეტალებიც გავითვალისწინე ჩემს ხელნაკეთ სახლებზე. ჩემს ყველა ნამუშევარში შიგნიდან ჩამაგრებული არის თბილი განათება. ეს იდეა წარმოიქმნა იქიდან, რომ ახალი წელი რაღაცა დეკორაციების და ჭყუიალების გარეშე და შუქების გარეშე ცოტა წარმოუდგენელია და ამიტომ ვიფიქრე, რომ სახლებსაც აუცილებლად უნდა ქონოდათ ეს რაღაცა ჭყუიალა განათებები და ამიტომ გადავწყვიტე, რომ შიგნითვე ჩამემაგრებინა ეს განათებები და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. ახალი წელი და აღდგომა. ყველაზე მეტად ეს ორი დღესასწაული მიყვარს. ძალიან ადრე იწყება ჩემში ეს საახალწლო ემოციები და ფორიაქი. უკვე ქალაქსაც რო ვხედავ ხოლმე მორთულს, ეს განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ჩემთვის და რაღაც სულ ეიფორიაში ვარ და რაღაცა სულ ახალის მოლოდინში ვარ ყოველ დღე. ტრადიციულად ვხვდებით ოჯახში ახალ წელს, ტრადიციული საახალწლო სუფრით. 2026 წლისგან, როგორც ალბათ ყველა ადამიანი, უფრო უკეთეს წელს ელის, ვიდრე გასული წელი იყო და ჩემი მოლოდინებიც ასეთია.
ყველასთვის მინდა რომ საუკეთესო წელი იყოს და საუკეთესო მოლოდინები ასრულებოდეს ყველას. თია მომავალ წელსაც ახლადნასწავრი ხელსაქმის გაგრძელებას გეგმავს და ფიქრობს, რომ 2026 წელი დასახული მიზნების და სურვილების ასრულების წელი იქნება.